ეს ორიდან ერთ-ერთი ადგილია, სადაც მთავრობამ არაბული ქალაქების მშენებლობა დაგვიანოსა. ინვესტორმა თავად თქვა, რომ აქ ბინების მინიმუმ 60% უცხოელებზე გაიყიდება. და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ბოლო 1 თვეა Eagle Hills-ის PR-ისა და გაყიდვების მენეჯერის ფუნქციებსაც ითავსებს, ჩვენ დასამშვიდებლად თქვა, რომ არ ნერვიულოთ ხალხო, ეგრე ბოლო 10 წელია 60,000 ბინა გავყიდეთ უცხოელებზე და ხო არ იმოქმედა მაგან საქართველოს დემოგრაფიაზეო და კი იმოქმედა. საქსტატის მონაცემებით ოფიციალურად საქართველოში მაცხოვრებელთა 10%-მდე უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მიგრანტია და ეგ ციფრი მხოლოდ იზრდება. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ცალსახად დააფიქსირა, რომ ქართველებისთვის მხოლოდ ერთი მომავალი აქვს განსაზღვრული. უცხოელების მომსახურე პერსონალი ქვეყანაში, რომელსაც საქართველო მხოლოდ ფორმალურად ერქმევა. და თუ თქვენი შვილებისთვის ეგეთი მომავალი არ გინდათ, 7 დეკემბერს 4 საათზე პარლამენტის წინ გამოვიდეთ და ვაჩვენოთ, რომ ყველა ეგეთი მომავლის მომხრე არ არის.